გამარჯობა, მოგესალმებით ჩვენი მე-4 პოდკასტის ჩაწერიდან, ჩვენს ახალ YouTube არხზე. უკვე ახალი აღარ არის უბრალოდ. ესე შევეჩვიე უკვე მამის ხმას. ფილოსოფი, მეგობრები, ესე ქვია YouTube-ზე. გამოგვიწერეთ აუცილებლად, რომ გაიგოთ ახალ-ახალი ვიდეოების შესახებ. თან გაგვიხარდება, რომ გამოგვიწერთ. ძალიან გაგვიხარდება, мотивация იქნება. ეს ჩაწერა და დანარჩენი ვიდეოებიც ყველა ჩაიწერა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში საგურამოში. ვისაც ძალიან დიდი მადლობები ვართ მათი, რადგან არის 7 გარემო, შედარებით სიგრილე, ისეთი ცხელი ზაფხული გვაქვს და კიდევ ერთხელ მადლობა მათ ამ ხარდაჭერისთვის. ახლა დღევანდელ თემაზე გადავალ. დღეს ესე გადავწყვიტეთ, რომ გქონდეს ემოციური ინტელექტთან დაკავშირებით საუბრები. ზოგადად რა არის ემოციური ინტელექტი? მოკლედ ვიტყვი, რომ რა ქვეთავები გვექნება განხილული ამებს ჩამოთვლი და მე უკვე დავიწყებ დიალოგს. ემოციური ინტელექტი არის უნარი, შეამჩნიო, გააცნობიერო და მართო საკუთარი და სხვისი ემოციები. და მიწერილი მქონდა პოზიტიურად. პოზიტიურ ჭრილში. რათა უკეთესად იაზროვნო, ურთიერთობები შედეგიანი იყო და დარჩე მოტივირებული. ემოციური ინტელექტი იყოფა რამდენიმე ნაწილად. პირველი არის თვითშემეცნება, რა ვიგრძენი და რატომ ვიგრძენი. ეს არის გაცნობიერებული ემოცია. თუ როგორ მდგომარეობაში ვარ, უნდა ვიცოდე ამის შესახებ. ეს აგვეხმარება ყველანაირად წინსვლაში, ურთიერთობები იქნება, კარიერული წინსვლა იქნება, თვითშემეცნება იქნება თუ ყველანაირი წინსვლა. ამასთან დაკავშირებით მე მაგალითებიც მოვინიშნე, რომ არ დამოვიწყებოდა და ლაშასგანაც მოვისმენ თვითშემეცნების შესახებ რას ფიქრობს. ან ემოციური ინტელექტის შესახებ ზოგადად რას ფიქრობს? ყველაფერ პოზიტიურს. ყველაფერ პოზიტიურს. ემოციური ინტელექტი არის სწორია იქ არის საკუთარი და სხვისი ემოციების გაცნობიერებისა და მართვის უნარი. ოღონდ აი პოზიტიურად მართვის უნარი მაგაში თლად ბოლომდე ვერ გავიგე. ჩვენ ზოგადად შემოგვიერთდა. ხო. თლად ბოლომდე ვერ გავიგე რას გულისხმობ პოზიტიურ მართვაში. პოზიტიურ მართვაში იმას გულისხმობ, რომ როცა ყველა ბოლომდე იცნობ, ეცდები ურთიერთობების უკეთესობისკენ წარმართვას, კონფლიქტების მოგვარებას და ასე შემდეგ. ანუ როცა გაერკვევი ამ ყველაფერში, ეს დაგეხმარება კარგად მართვაში, სწორად მართვაში, პოზიტიურად მართვაში. ანუ სწორად მართვა და პოზიტიურად მართვა დაახლოებით სინონიმებია ჩვენთვის. ხო. ოკეი. სწორად და ხო, რა თქმა უნდა. სწორად და პოზიტიურად. კი. ოკეი. აი პირველი იყო ხო რამოდენიმე საუბრს რა ასპექტი. ერთ-ერთი არის თვითშემეცნება. თვითშემეცნება ემოციების თვითშემეცნება გულისხმობს იმას, რომ გააცნობიერო ის იმ მომენტში რაღაცა სიტუაციაში როგორ გცნობ შენ თვითონ თავს. არა მარტო გააცნობიერო შენ როგორ გცნობ თავს, არამედ გააცნობიერო ისიც სხვა როგორ შეიძლება გცნობდეს, მათ შორის შენი საუბრიდან, ნათქვამიდან, ქცევიდან გამომდინარე თავს. მაგისი გაგება შენ როგორც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პირველ რიგში ეხება სოციალურ ურთიერთობებს, ხო? რომ თუ კი ემოციური ინტელექტი სათანადო დონეზე განვითარებული, სოციალურ ურთიერთობებში გაცილებით უკეთ შეგიძლია მიიღო ის, რაც შენ გინდა რომ მიიღო რა, მათ შორის გამოხატო ისეთი ემოციები, როგორიც არის ბრაზი, წყენა, ასე და ოღონდ შენ რასაც დააკვირდი პოზიტიურად გამოხატა, მე ალბათ უფრო მაგას იმას კონტროლს არ დავარქმევდი, რაღაცა ისეთი უხეში სიტუაცია რა. არ არის აუცილებელი ემოციები აკონტროლო. უბრალოდ უნდა ისწავლოს სწორად როგორ გამოხატო რა. დიახ, ბატონო. ხო, რამე ჩართვა ხوار კიდე მაგასთან დაკავშირებით. მე მინდა თვითშემეცნებასთან დაკავშირებით ის თქვა, რომ რაც წავიკითხე და აქ არ მქონდა ყურადღება გამახვილებული, რადგან არ გვინდა რომ გაგვეწელოს ვიდეო, როგორც ყველა დანარჩენი. ჟურნალინგ ესე წერა, ანუ როგორც ქართველები, ანუ დღიურის წერა. რომ რასაც გრძნობ და როგორც გრძნობ და რატომაც გრძნობ, ამ ყველაფერის ჩაწერა აწარმოო. ზოგადად ეხლა არ მაქვს, მაგრამ ბავშვობაში უფრო და სტუდენტების პერიოდში უფრო მქონია ეს ყველაფერი. აი მაგალითად არ მქონდა დრო რომ ვიღაცის გამეზიარებინა, ან ბოლომდე არ მინდოდა რაღაცა ვიღაცისთვის მეთქვა და სულ აწარმოებდი ხოლმე დღიურს. წერდი ხოლმე? კი, წერდი ხოლმე და ძალიან მშველო და მართლა, აი ამ
ჩემი ემოციების გაგებაში რას ვქნო, იმიტომ რომ იქაც შეიძლება შენთასაც რაღაცები დაუმალო, თან მაშინ სულაც ვერ ვიაზრებდი რომ ეს რაღაც ემოციური ინტელექტისთვის განვითარებისთვის ვაკეთებდი. მაგრამ ძალიან მეხმარებოდა მართლა რას გრძნობდი გამეგო ეს ყველაფერი. შენ რას ფიქრობ დღიურების წარმოება? იცი არ დღიურების წარმოება ძალიან მევასალმე მე ესე ჩემი ემოციების აღწერა არ მიწარმოებია ხოლმე უფრო გვიან დავიწყე რა 25 წლის მერე და ის რაღაცა პერიოდით მერე შევწყვიტა მაგრამ მე წერდი ხოლმე იმას აი რაღაცა თემა რაც მაწუხებდა იმასთან დაკავშირებით შეიძლება მეწერა რაღაცები რა ჩანწერები გამეკეთებინა ეგ მეხმარებოდა იმაში რომ სხვისი პერსპექტივიდან დამენახა და იმასთან დამეკავშირებინა ჩემი პერსპექტივაც რაღაცა გაშუალებული ყოფილიყო. მაგრამ იცი რა მგონია, სანამ იმაზე დავიწყებთ ემოციური ინტელექტზე ჩაშლილად გადავალ, მგონია რომ უნდა ვახსენოთ ემოციები რა არის. და განსხვავება შეგრძნებებსა და ემოციებს შორის რა. შეგრძნებები არის ისეთი რაღაცა, რასაც რეცეპტორები გააჩნია, ხო? რაღაცა არ ვიცი. გემოვნების, მოსვლის, შეხების და ასე შემდეგ. შეგრძნებები და ემოციები არ არის აუცილებელი რომ ემოციას რაღაცა ის გააჩნდეს რა ემოციას ვერ შეეხები აი ეს ხელით ხო რეცეპტორების გარეშე კი ბატონო და მაგალითად შიში ბრაზი წენა სევდა სიყვარული რა ვიცი ყველაფერი რა ემოციები უამრავი ემოცია ხო ადამიანს რაღაცები ძირითადი არის მაგრამ ისედაც ძალიან ბევრი ემოცია გვაქვს ამიტომ განსხვავება ჯობია რომ კარგად ვიცოდეთ შეგრძნებასა და გრძნობას შორის რა. კი ბატონო, ანუ ძალიან მარტივად რო ვთქვა, შეგრძნება არის შემხებლობა რასაც გაქვს, გინდა ცხვირის, რეცეპტორები ირის, გემოვნების, ხელი და ასე შემდეგ. და გრძნობა არის უკვე რასაც ვერ შეეხები ხელით. და განიცდი რა ვიცი სულიერების დონეზე, ალბათ ჩემთვის ეგრე არის. სულიერები შეიძლება შეეხო. სულიერების დონეზე განიცდი. თვით შემეცნებაზე რო გადავიდეთ, მაგალითები უბრალოდ ჩავინიშნე, რომ არ დამოვიწყებოდა, აი რა სიტუაციაში უფრო გამოვკვეთავთ. ან გამოვიყენოთ ასე. თვით შემეცნება ფროიდს რაც აკავშირებული ინტროსპექცია რო დავარქვათ რა, ძალიან საინტერესო ამბავია, იმიტომ რომ ფროიდი ექსპერიმენტებს უფრო ნაკლებად ატარებდა ხოლმე, ძირითადად დაკვირვების დონეზე ან სხვა დაკვირდებოდა, ან საკუთარ თავს დაკვირდებოდა. ინტროსპექცია არის შიგნით მიმართული დაკვირვება, ხო? ახლა დავიკითხე იმაში, გულის თვალით უყურებოდა, არა გულს თვალით უყურებ რაღაცნაირად იყო, მოკლედ ძალიან საინტერესო იყო. როგორც გულის ყურით მოსმენა? ხო, დაახლოებით გულის თვალით სქერა? ხო. ოღონდ შიგნით მიმართული რა. თვით ემოციების თვით ცნობიერება გულისხმობს მაგას, რომ შენ თვითონ გაიგო კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ სიტუაციაში შენ რას გრძნობ, რას განიცდი. კი ბატონო. მაგალითად ის, რომ ვიღაცამ უხეშად მითხრა რაღაცას, ან შეიძლება ისეთი სიტუაცია გქონდეს, სადაც ალბათ გექნებოდა შენც, რომ ადამიანებმა შენი წარსული არიციან და რაღაცას ისე ამბობენ, რომ ის მათთვის თვითონ ზედაპირულია, მაგრამ შენთვის ძალიან ხო რა, ანუ ძალიან გეხება. ინტენსიური გრძნობა ხო და მაგან შეიძლება შენში გამოიწვიოს ან გაღიზიანება. ხო, ან უარყოფითი ან დადებითი, რასაც ვეძახით, უარყოფითი და დადებითი ემოციებს, ხო, თორე ისე ნებისმიერი ემოცია დადებითია. მათ შორის ბრაზით, ზიზღით. ხო, ეს შეიძლება ვიღაცისთვის უცნაური იყოს, რომ ბრაზია ზიზღი, რანაირად შეიძლება დადებითი იყოს, მაგრამ ეგეც რო ახსნა. ხო, ნებისმიერი ემოცია, რასაც ადამიანი განიცდის, მომდინარეობს შიგნიდან, ხო, და ეგ ნებისმიერი ემოცია გვიცავს რაღაცისგან რა, ანუ რაღაცის თავისი ფუნქცია აქვს. მაგალითად ის, რომ ვიღაცის მიმართ შეიძლება გაბრაზდე, ნიშნავს, რომ შენი შინაგანი დაძაბულობა და ის სტრესი რაც ხო, როგორც უფლი გამაცგარეთ, ისე გამოუშვა. მანდაც ის არის მნიშვნელოვანი, რომ სწორად გამოუშვა რა ეგ ბრაზი ან ზიზღი ან ნებისმიერი ემოცია იმის. ხო, მაინც ხელჩართულ ბრძოლაში კი არ ჩაება, უბრალოდ სიტყვებით წარმოთქვა, ან რა ვიცი, შეხვიდე რაღაცა ვაკუუმ სივრცეში და იყვირო, ან აკეთი გამოხატულება არსებობს. სასწაულში და ხო, რაღაც ოთახები რო შექმნეს და ჭურჭელს რო ლეწაოდნენ და მთელი ამბავი. კი.
მეც იგივე მაგალითი მქონდა Twitch შემეცნებასთან დაკავშირებით. აი მაგალითად სამსახურში გაქვს რაღაცა შეხვედრა და ამ დროს ამჩნევ რომ გაღიზიანებული ხარ. და რომ ფიქრობ მე აი რომ ჩაუღრმავდა შენ თავს გაღიზიანებას, გარე რაღაცა კი არ იწვევს, აი ვიღაცა მკი არ გამაღიზიანა, აი უბრალოდ დილით ყავა არ დავლი, ან არ ვისაუწმე, ან უბრალოდ ლანჩი გამოვტოვე. ეგ არ გამორიცხავს იმას, რომ სხვა მას გამორიცხავს. არა, ეგ არ გამორიცხავს, უბრალოდ ისევ კონკრეტულ მაგალითს, რომ აი კონკრეტული მაგალითის საუზმის გამოტოვების გამო გაღიზიანებული ვარ და ეს ყველაფერი გუნდზე კი აღარ გადავიტანე, რადგან გავაცნობიერე გაცნობიერებული ემოცია მართვადი ხდება, ამიტომაც რაღაცნაირად დავარეგულირე და დავასტაბილურე ჩემი თავი, ანუ გავიგე რატომ ვარ და ეხლა რაღაცნაირად უნდა ჩავაქრო ცუდი სიტყვა ალბათ, აი რომელიც სიტყვა შესაბამება. ემოცია დათრგუნა, შეიძლება მართო, სწორად მართო. მართო ყველაზე კარგი სიტყვაა მან. ხო, და მეორე მაგალითიც მქონდა და მე შენც თუ გაქვს უფრო მეტი მაგალითი საფუძველზე, უფრო დასწავლადი ხდება ჩემი აზრით ეს ყველაფერი და გაიქნება. აი მაგალითად ეს მქონდა მაგალითი პრეზენტაცია მაქვს და ვღელავ, ძალიან ვღელავ. ეგ მეც მქონდა კი. აი და კი არ თან მეშინია რა თქმა უნდა, ხა აუდიტორიის მეშინია ძალიან. და ამ ყველაფერს ვაცნობიერებ და პრეზენტაციის დროს ჩემში კი არ ვიკლავ, ამაზე შეიძლება ვილაპარაკო, ანუ რადგან ვაცნობიერებ, ეხლა გარეთ გამომაქვს ეს ემოცია, რაღაც ძალიან ვღელავ, ეხლა ამ პოდკასტის ჩაწერით და ძალიან ვღელავ. და გეუბნებით თქვენ, იმიტომ რომ ძალიან მიღებულია. მართავ ამ ემოციას, გადმომაქვს თქვენამდე და ვაჟღერებ. რაც ფიქრობ, რომ ძალიან დაგვეხმარება ამ ემოციის ჩაცხრობაში, შედარებით რა, რომ არ გადმოდუღდებს. შედარებით დასტაბილურებაში, უფრო სწორად და მართვაში. შენ რა მაგალითი გქონდა კიდე რამე ისეთი? ერთი მაგაზე მინდა დამეთქვა ის, რომ აი როდესაც ემოციების მართვა გინდა, ხო? ძალიან კარგი ნათქვამია ეგ, რომ თუ ვერ ცვლის სიტუაციას, ეცადე შეცვალო შენი დამოკიდებულება იმ სიტუაციის მიმართ, რა. თუ გააცნობიერებ იმას, რომ რეალურად რა ემოციაც შეიძლება გქონდეს, ნებისმიერი ემოცია შენგან მომდინარეობს, მაშინ ხვდები იმასაც, რომ რადგან შენგან მომდინარეობს და შენზეა დამოკიდებული, შეგიძლია შენში რაღაცები შეცვალო, ისე გადაავაგო, რომ ის სიტუაცია ისეთი გამაღიზიანებელი არ იყოს შენთვის, ან ისეთი აღმაფრთოვანებელი არ იყოს შენთვის, ან ისე სტრესულად არ განიცდიდე კონკრეტულ მაგალითს რა. ან იმაზე პრეზენტაციებზე მე მქონდა ერთი მაგალითი, პირველად როცა დავიწყე ტრენინგის ჩატარება, მომიწია დაახლოებით 1 დღით ადრე გავიდე რა, რომ ტრენინგი უნდა ჩამეტარებინა და მომიწია შეშმო პირების სექსუალობაზე ლაპარაკი. ვაუ, მაგას თემაზე აზრზე არა. ძალიან საინტერესო იქნება. ხო, და წარმოიდგინეთ ან რეგიონში ვატარებთ მაგას და იყვნენ შეშმო ადამიანების მშობლები რა. დედების მამები, თავიდან მეგონა რომ რატომაც მამები არ მოვიდოდნენ. და ეგეც იყო პირველ დღეს, არ მეორე დღეს მამებიც იყვნენ. თავიდან რო შევხედი ამ ხალხს, ზოგადად ხო სექსუალობა ტაბუდადებული თემა, ну შედარებით ტაბუდადებული, ეხა უფრო ნაკლებად. სტერეოტიპები მაინც თავისეჩრება, რომ სოფელში თუ რეგიონში რა მნიშვნელობა აქვს. ხო, აი უფრო თაობაში, უფრო ისეთი იყო რა, რომ ამ თემაზე ნაკლებად საუბრობდნენ. ხო მაგის გამო ძალიან დავიძაბე რა, რომ ეხა თან ქალები კაცები ერთად არიან. როგორ გაიგებენ? გამიფინეს. არა, როგორც კი დავიწყე საუბარი და უთხარი ეგ რა ჩვენ თქვია, რომ კი მეც ძალიან დაძაბული ვარ იმის გამო, რომ ესეთი სენსიტიური როგორ არის. ხო, სენსიტიური. ცნობილი თემაა. და გარდა მაგისა მიწევს, რომ პირველად ჩავატარო ტრენინგი და პირველად ხვდებით ეს ადამიანებს. კი ძალიან ღელავ თქო, ამიტომ რამე თუ შემეშლება, ან რამე კითხვა თუ გექნებათ, ან რამის ჩასწორება თუ მოგინდებათ, გამეჩერეთ და იქო ჩავასწოროთ. რა და ეგ ძალიან დამეხმარა იმაში, რომ საკუთარ თავში შედარებით უფრო დარწმუნებული ყოფილიყავი და აუდიტორიაც ცოტა უფრო მეტად ჩამერთო პროცესში. კომუნიკაციაში. ხო. ძალიან დაგეხმარებოდა. მე ვფიქრობ, რომ კარგი მაგალითებია და ესეთი რო გადაიტანს ადამიანი მართლა თავის ცხოვრებაზე და მე არ არის არაუშავს. ყველაფერი ისეთი არის, როგორც მე. და ხო გადავიდეთ, ამიტომაც მეორეზე თვითმოტივაცია მაქვს მეორე. თვითმოტივაციაზე წინა ვიდეოებშიც ვისაუბრეთ.
ეს შიდა და გარე мотиваციის ამბავი იყო და სპორტსმენების მაგალითი და მუსიკოსების მაგალითი მაქვს უბრალოდ აქაც რომ აი სპორტსმენებსაც და მუსიკოსებსაც ჭირდებათ გარედან აღიარება და შიდა мотиваცია იმისთვის რომ უფრო მეტი იშრომონ, უფრო მეტი იმუშაონ იმისთვის რომ იყვნენ შეუდარებლები და კარგები. თვით мотиваციაზე მე მახსენდება ერთი ქართველი გოგო იყო თუ რომელიღაც მუსიკალურ მასშტაბამდე რა კონკურსში და ძალიან როგორ ვთქვა სწორად ნეგატიური შეფასებები მიიღო. იმის მაგივრად რომ ხელი ჩაიქნია და ეთქვა რომ ხო ალბათ არ არის ეს ჩემი საქმე და მოდი თავს დავანებებ და წავრ ამ სხვას გავაკეთებ. დაიწყო მუშაობა თავის თავზე. იმ მომენტში მართლა არ უმღერია ის რომ აი რაღაცა ხტოვანება გამოეწვია რა. მაგრამ მუშაობის პროცესში იმდენ დახვეწა თავისი ვოკალი რომ მე რაღაცა კონკურსში გაიმარჯვა საზღვარგარეთ არ მახსოვს როგორ იყო. იმის მიხედავთ რომ ნეგატიური უკავშირი წავიდა ესე იგი მაინც არ დანიშნა. კი, ეგ გამოიყენა мотиваციად იმისთვის რომ თავისი მიზნისთვის მიიღწია. გავსი მაგალითი მაქვს მე ვარჯიშთან დაკავშირებით რომ აი როცა ვიწყებთ ვარჯიშს რაღაც ჩვენ მოლოდინები გვაქვს ხოლმე რომ აი ხვალე პრესი მეკნება ძალიან სწორი ბრტყელი ან კუნთები მეკნება ძალიან მაგარი და ეს შედეგი ესე მალე არ დგება. ამიტომ გრძელვადიან პერსპექტივაზე თუ ვიფიქრებთ мотиваცია მუშაობს ძალიან მაგრად რომ აი რაღაცა 3 თვეში შეიძლება უკვე რაღაცა შემიბრტყელდეს ან რაღაც. უბრალოდ არ უნდა შევწყვიტოთ ეს ვარჯიში და სპორტსმენებთან ეგ ძალიან მაგრად მუშაობს. და გააზრებული აქვს. შეიძლება განიხილო კიდე ურთიერთობებში რა. აი მაგალითად არ ვიცი დედაშვილის ურთიერთობაში, და-ძმის ურთიერთობაში, პარტნიორების ურთიერთობაში არის ხოლმე ყველას ცხოვრებაში ისეთი მომენტები, როდესაც რაღაცა ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გინდა რა. რაღაცა კომუნიკაციის ხარვეზი შეიძლება იყოს. პიროვნული განსხვავებებიდან გაუგებრობა შეიძლება იყოს. და თუ მან мотиваცია არ გაქვს იმისა, რომ იქ გამოასწორო, ვცდილობ, რომ მე გაეცავო რა იმ ურთიერთობას. მაგის გამო ხშირად შორდებიან ხოლმე ადამიანები. ხო, მარტო мотиваცია მანდ არ მუშაობს, რა თქმა უნდა, ბევრი რამეა ჩართული, გრძნობები იგივე. და რაც გვაძლევს мотиваციას მე რომ ვიყოთ იმ ადამიანთან თუ არ ვიყოთ. შესაბამისად მართალია, ხო. мотиваცია ურთიერთობებში საინტერესო იქნება. კიდე რამე მაგალითი აი მშობლებზე და იმაზე რა თქვი, დედმამიშვილებზე ეგეც საინტერესო იქნებოდა და თუ რამე გახსენდება, მოვისმენდი მე პირადად. დედმამიშვილებზე. ერთი მაგალითი მაქვს ეგეთი. თინეიჯერია რა, შვილი, სადღაც თუ სწორად მახსოვს 15 წლისა, 14-15 წლისა. და ძალიან აინტერესებს სხვადასხვა ტიპის მუსიკა, რაღაცა სუბკულტურებში არა ჩართული მუსიკალებში, მეც რომ მითხრა, ცოტა გამიკვირდა, არ ვიცოდი რომ ეგეთი რაღაცები არსებობს. მიმდინარეობად. ხო. და მშობლებს ძალიან არ მოწონთ რა, ეგ რომ მათი შვილი ესეთ სუბკულტურა რანაირად თქვა სხვანაირად. სწორია, სხვა რა არ ვიცი რანაირად უნდა თქვა. ეგეთ სუბკულტურაშია გარეული რა. როგორც ის არიან პანკები, როკერები და ასე შემდეგ. ნუ მაგათ ვიცნობ ეს ცოტა უფრო სხვა ჟანრია კიდე. სხვა მიმდინარეობა და ეს მშობლებს არ მოწონთ მათი შვილის ეს ქცევა რა, რომ მათთან ერთად არის რაღაცა ფესტივალებზე დადის, იმ კლუბებში დადის, სადაც ესენი შეიძლება უკრავდნენ. კომუნიკაციის ფორმა აქვს ხოლმე უხეში რა, ან უშლიან, ან შეიძლება რანაირად გაცდია თვალებზე, რანაირად გისვიან, რა შეიძლება შეაგინონ მამამ სამწუხაროდ. ან რაღაცა უხეშად უთხრან ამის შემთხვევაში არ არის, მაგრამ ზოგადად შეიძლება იყოს ის, რომ ფიზიკურადაც შეეხონ ხოლმე რა. ხო, რატო დავიწყე? мотиваციას დაიწყე ურთიერთობებში მშობელთა და შვილს შორის. ხო, ხო და თუ კი მშობლების მიზანი არის ის, რომ შენი შვილი ეგეთი სიტუაციიდან გამოიყვანო, ისეთ სიტუაციიდან, რომელიც შენ არ მოგწონს, არც ერთ შემთხვევაში არ მუშაობს ხოლმე ეგეთი ფორმის კომუნიკაცია რა. ეს მდგომა, ხო, ძალიან ცუდია, უხეში. და
თინეიჯერიც ეხლა დასული არ არის, არ ბავშვი არ არის, მაგრამ უბრალოდ პიროვნების ჩამოყალიბება მიმდინარეობს იმაში ხო, და პროტესტი აქვს იმას უნდა რომ საკუთარი მეიპოვოს და სხვადასხვა ადგილებში აი მაგაზე რაც მინდოდა კიდევ მეთქვა, აი მაგ პერიოდში დედის აზრი იწევს მეორე პლანზე სამწუხაროდ და აზრი ჩემი მეგობრის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოჯახის წევრების. და მაგიტოა უფრო ეს აგრესია ხოლმე მათგან მომდინარე. სოციუმის აზრი უფრო მნიშვნელოვანია მათთვის ამ დროს. თუნდაც როგორ იცვამს, თუნდაც როგორი საუბრის მანერა აქვს და ასე შემდეგ. ხო, და აი ამიტომ აქიზები უნდა ვიყოთ ამ ურთიერთობაში. თინეიჯერობის ასაკში. სოციალური არსებები ვართ. და გვინდა არ გვინდა ჩვენთვის სხვა ადამიანების აზრი ჩვენზე მაინც მნიშვნელოვანია. სულ რომ ვიტყვით რომ არ მაინტერესებს რაღაც მომენტში მაინც. მშობლისთვის არის ძალიან რთული, იმიტომ რომ შენ იცი რომ რაღაცა შენი შვილისთვის პირველი ხარ ახლა ამ ეტაპზე და უცბად სხვისი აზრი უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვიდრე შენი, აღარ გითვალისწინებ და აღარ იცი როგორ მიუდგე. აი ძალიან რთულია. კი, მომოტივირებელი ის გაქვს რომ შენი შვილი რაღაც ცუდ გარემოში არ მოხვდეს ან რა ვიცი. ხო, ეგში შეუძლია. მოტივაცია ის იქნება რომ ყველა მშობელს უნდა რომ მისი შვილი კარგად გწონდეს თავს ხო და ბედნიერი იყოს. და მშობლები როგორც ხედავენ რომ ბედნიერება როგორია სიშვილისთვის რა, ცდილობენ რომ ის მოახვიან თავს. სამწუხაროდ არ უსმენენ. იმ ეტაპებს არ ეცდიან რომ გაიაროს, რაც იმ ასაკში უნდა გაიაროს, თორემ მე 30 წელს 40 წელს ასაკში შეიძლება რაღაცა სხვანაირად გადასახედიდან უბრალოდ რთულია ხოლმე გაშვება რა, მაინც ძალიან რთულია. გაუშვა ან რაღაცა დამოუკიდებლობა მისცა იქამდე სადამდე საჭიროა. ჩვენ ისე გვაქვს ჩაბეჭდილი, ვიცით რომ ეს სწორია და რამე შეცდომა რომ დაუშვოს მე ცუდად არა ისახოს მის ფსიქიკაზე და ძალიან გვეშინია ხოლმე ამიტომ. ხო. და შეცდომებს მშობლებსაც რო კითხოთ, ძალიან ბევრი შეცდომები აქვს ცხოვრებაში დაშვებული, ასე რომ ყველა უშვებს. რაც არ უნდა სათბურში კოლბაში რო ჩასვათ, მაინც დაუშვებს თქვენი შვილის შეცდომებს. ამიტომ ხანდახან არც აერთხოლმე შეცდომების დაშვება. თუ სავალალო შედეგებამდე არ უნდა მივიდეთ, რა თქმა უნდა. და უნდა ვაცადოთ შეცდომების დაშვება. ეს წინა თემებშიც გქონდა და რა ვიცი, მეც ძალიან ვცდილობ რომ გავითვალისწინო ეს და თქვენც გიჩვენოთ რომ გაითვალისწინოთ, თუ კი ჩვენგან შევას მიიღეთ. ამაზე თვით მოტივაციაზე კიდე უბრალოდ ძალიან პატარა მაგალითი მქონდა. აი მაგალითად ძალიან დიდი პროექტი გაქვს განსახორციელებელი, დილით ადგომა ძალიან გეზარება რომ იმუშაო, მაგრამ იცი რომ სამომავლოდ შედეგს დადებ და მაინც ყოველჯერ დგები და მუშაობ იმ დიდი მიზნის მიღწევად. აი უბრალოდ ძალიან პატარა მაგალითია რა, ეს პატარ-პატარა რაღაცებს აკეთებ იმისთვის, რომ იმ დიდი მიზნისთვის რაღაცა კიბე ააგო და მიხვიდე იქამდე. თვით მოტივაცია ძალიან მუშაობს ამ დროს. გადავიდეთ შემდეგზე. გადავიდეთ. თვით რეგულაცია. ეს არის ემოციების მართვა. ეს ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია არ არის რამდენიმე წელი რაც გავიგე ამის შესახებ და ვიყენებ ასე თუ ისე მეც. ეს არის 10 წამის პრინციპი, ეს მქონდა ჩაწერილი. აი მაგალითად, როცა ემოციები პიკშია, როცა ვიღაცას თან კამათობ ან გაუგებრობა გაქვს და მართლა გინდა რომ უკვე დაანგრიოს და რაღაც ამოხეთოს და იყვირო, ზოგჯერ გაცვლა სჯობს ხოლმე. უბრალოდ და მამაცისაგან. ხო, უბრალოდ, აი ცოტა ხანი უნდა განერიდო ამ სიტუაციას. გახვიდე. ამოისუნთქო, შეაისუნთქო. 10 წამი რაღაცა იმედიტირო, რაღაცა ის გაკეთე. ამაზე კიდე რა გამახსენდა, იცი, აი რაღაცა სტუდენტობის წინა პერიოდში ძალიან რწმენაში ვიყავი დედაჩემი ზოგადად. შენ კი იცი როგორ იყო, აგვაგდებდა დილით ადრე და აბა წირვაზე წავედე და. არ მარტო თქვენ, მეც. ხო, იყო ხოლმე პერიოდი და დედაჩემისგანაც და ესე. აი თუ რაღაცა ძალიან გაბრაზდი, თვალები და ხუჭე ცოტა ხანი ისე უფალო შემიწყალე რაღაცა 10 ჯერ თქვი ან 20 ჯერ თქვი, ან მამაო ჩვენო თქვი, მე რო ჩაამთავრებ, გაახილე თვალები და ყველაფერი ისე დაალაგდება. და მე კიდე წავიკითხე რომ ეს რაღაცა მართლა მუშაობს და ვისთვის რა არის? მოკლედ, მამედიტირებელი, რწმენაში ხარ, თუ უბრალოდ 10-მდე ითვლი, მაგრამ მუშაობს ემოციების ჩასასხრობად, ასე რომ გირჩევთ გამოიყენოთ, უბრალოდ გატესტოთ და როგორ იმოქმედებს, მე დაგვიწერეთ, მაინტერესებს, თუ არ გამოგიყენებიათ აქამდე, როგორ იმუშავებს ეს. შენს რა მაგალითი გქონდა? მე მგონია რომ კი ეგ ამ ვიღაც თუ შეიძლება ეგ ამაოჩვენოს მაიღოს ჩემი რწმენისადმი დამოკიდებულება კი იცი შენ.
მან მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მორწმუნეა და ვინ არ არის აბსოლუტურად მორწმუნე. არა. პრინციპი ერთი და იგივეა და რაღაცა ისეც აკეთებ, რაც შენთვის დამამშვიდებელია. ვიღაცისთვის ლოცვა იქნება, ვიღაცისთვის სიმღერა იქნება, ვიღაცისთვის რაღაც მოსმენა იქნება, ვიღაცისთვის სივრცეში გახედა და ბუნებაში ყურება. ცოტა სასაცილო ჭყერს, აი წარმოიდგინე რომ შედიხარ ვიღაცასთან კამათები ჩხუბობ თუ რა ვიცი და უზბად კარზე ხურავ და გადიხარ. გადავადება ქვია რა ხო, ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ მე პირადად ვიყენებ და კარგად მუშაობს. ხო, თუმცა არ არის აუცილებელი რომ იმ ადგილიდან გახვიდე რა, შეგიძლია უთხრა ადამიანს რომ შეიძლება რამდენიმე წუთი მომეცი იმისთვის რომ გავიაზრო ეს ამბავი და მე გავაგზავნო საუბარი. თუნდაც ბავშვთან დაკავშირებითაც, აი, რა ვიცი, რომელ შობელს არ ქონია, აი სტრესი, ემოციური გადატვირთვა და მთელი ამბები და ვეღარ იკავებ შენს ემოციებს, ბრაზს. ძალიან ძნელია იქ რომ მაგ დროს შეიკავ რა. ძალიან ძნელია და აი როცა კი, ცეცხლს აფქოვ და გადი უბრალოდ სხვა ოთახში ტუალეტში შედი უბრალოდ ჩაკეტეკარები ახლა და მამაუშვი და შეიძლება ისე დაგეხმაროს და ბავშვთან სულაც არ იჩხუბო პირით სხვანაირად გაიაზრო ეს ყველაფერი. იმასაც ჩაუწყება შედარებით ემოციები და სხვანაირად წავა საუბარი, უკეთესად წავა საუბარი და კომუნიკაცია. ხო, მართვაში კიდე ისე გულისხმობა რომ გაიაზრო ის, რაც შენ გაღიზიანებს, რაც შენ გაბრაზებს, რაც შენ გახარებს, ანუ ყველა ემოცია რაც შენში მოდის, გაიაზრო, რატო გაქვს ეგ ემოცია, რატო გეუფლება რა, მაგალითად ბრაზი ხო მიზეზოთ არ მოდის რაღაცამ შეიძლება გაგაბრაზოს, ხო? ან რაღაცა ნათქვამ, რაღაცა ქცევამ. როცა იაზრებ, რომ ეს ანუ ხშირად არის ხოლმე ისე რა, ჩვენ სინამდვილეში სხვა რაღაცა გვაღიზიანებს ან გვაბრაზებს, მაგრამ რეაქცია სხვა რაღაცაზე ვაძლევთ რა. ხო, უბრალოდ ეს თვით შემეცნებაში უფრო არ გადის გააზრება. ეს ხო ერთად მუშაობს ყველაფერი, უბრალოდ ჩვენ გვაქვს ხა ჩაშლილი. ხო, უბრალოდ თვით შემეცნება და მართვა იმდენად გადაჭაჭულია ერთმანეთთან, რომ თუ არ გაიგე შენი ემოციები, რატო მოდის, ანუ რა ემოცია რატო გეუფლება, რა დროს გეუფლება, ისე მართვას ვერ მოახერხებ რა. კი, და ის ანდაზა გამახსენდა 100 ჯერ გაძომე, ერთხელ გაჭერიო და მართლა ეგრეა რა. ჯერ დავფიქრდეთ, ცოტა ხანი გავჩერდეთ, ვიდრე ესე ცხელ-ცხელ-გულზე თუ ემოციების გადმოდუღების პროცესში წამოვიცროლოთ რაღაცა ფრაზა, რასაც მე ვინანებ და რასაც რეალურად თურმე არ ვფიქრობდი. მაგრამ როგორ გინდა ესეთი სანგვინიც ეგაუხსნა. ეს ცხელ ტემპერამენტი აქვს და ესე ტიპია. რა თქმა უნდა. მეორე ნაწილია რა კიდე. ბოდიში რო გაგეთხოვდი. აი მაგალითად მე ჩემთვის ხშირად ვთქვამთ ეგ რომ ვაიმე როგორი მშვიდი ადამიანი ხარ, რა სიმშვიდე მოდის შენგან. მაგრამ ჯერ ვფიქრობ ხოლმე რომ აი რის ხარჯად რის ხარჯზე ვახცევ მაგას რომ ეგ სიმშვიდე შევინარჩუნო ან ეგეთი იმიჯი მქონდეს სხვა ადამიანის თვალში რა. არ არის მარტივი, იმიტომ რომ შინაგანი ბრძოლა იმდენად ხშირად შეიძლება გქონდეს, რომ იმისთვის უბრალოდ აღარ რჩება რა, რომ ან გამოცდილებას მოაქციის, რომ იმდენი რაღაც გავლილი ცხოვრებაში, იმდენი ეტაპი, რომ რაღაცები რაც სხვისთვის მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, შენც უკვე ესეთი არა, აუფერულია. კი, და მნიშვნელოვანია ამაზე ლაპარაკი, ზოგადად აი პარტნიორულ ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ მე თუ ესეთი ვარ, რომ ცოტა ზედაპირულად უყურებ უკვე ამებს, იმიტომ რომ უმნიშვნელო გახდა რაღაცა უფრო ძალიან მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე. ვიღაცისთვის მართლა აი ეს უმნიშვნელო რაღაცებია ის იმ მნიშვნელობის. ხო, გაჩნია რა სანიჭებს მნიშვნელობას. მაგრამ აი ამაზე საუბარი ძალიან კარგია და არ უნდა ჩავიკეტოთ, რაც თავარია, უნდა ვისაუბროთ. არ ვამბობთ, რომ კონფლიქტებს უნდა გავექცეთ პირიქით. არაა ცუდი. კონფლიქტიც საჭიროა. კონფლიქტიც საჭიროა. ოღონდ საუბარი ყველაფერს შორის. თვათ ყველაფერს არა, მაგრამ ძირითად ნაწილს შორის. ანუ რაღაცა იცი არის, ჩვენ ხო ფსიქოლოგები ხომ ასე ვართ, რომ რაღაცაზე რო ვამბობთ, რომ ეს ესეა, უგულისხმობთ იმას, რომ შემთხვევათა უმრავლესობაში ეს ხდება და არა 100%-ში რა. რა თქმა უნდა, 100%-ია. როგორც კვლევებზე, ხო, კვლევა შეიძლება ჩატარდეს 100 ადამიანზე და აქედან გამომდინარე დაიდოთ რაღაც დასკვნები და არა რაღაცა აგერ საქართველოში 4 მილიონამდე ავედით და არა 4 მილიონზე. ასე რომ მხოლოდ იმას ვიდან გვაქვს ის დასკვნა გამოტანილი. ესეც გაითვალისწინეთ. დარწმუნებული ვარ გეცოდინებოდა. ფიზიკური აქტივობა შორის ხოლმე კიდე ძალიან. აბა როგორ? ემოციის მართვის პროცესს რა.
აი მაგალითად გავეცალე კონფლიქტს და ახტომები გავაკეთე 1 2 იგი შეიძლება. ხო, შეიძლება, არ მიფიქრე ამ მაგაზე რა გამეკეთებინა, ჯერ. მაგრამ ამ შემთხვევაში მაგას არ გულისხმობდი რა, ანუ შინაგანი სიტუაციები რაც გაქვს ისი გადაჭრაც შინაგანი კონფლიქტები სხვა არის, მაგრამ სხვასთან ხო არ გაქვს კონფლიქტები რა. მაგ დროს ფიზიკური აქტივობის დროს გამოიყოფა ადრენალინი გამოიყოფა და დოპამინი გამოიყოფა. არ მახსოვს. ეგ გეხმარება იმას ადრენალინი ხო ისეთი ჰორმონია რომელიც მას ხსნებას იწვევს რა, ბევრი ადრენალინი თუ გაქვს რაღაცა გჭირდება ისეთი თავგადასავლები რაც დააკმაყოფილებს მაგ შენ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს რა. შეიძლება იყოს ფიზიკური ვარჯიში, შეიძლება იყოს ერთ-ერთი საშუალება მაგისთვის. დოპამინის შემთხვევაში უფრო ის ხარ რელაქსები ხარ რა. როცა ეგეთი შედარებით რელაქსაცია როგორ არის პარტუა. მოდუნებული არა. ხო, ნუ რელაქსაცია რა, რელაქსებული როცა ხარ, მაშინ შენი გონება უკეთესად მუშაობს, ვიდრე იმ შემთხვევაში როცა ახსნებული ხარ. შვიდად. ხო. მესმის გასაგებია. შემდეგზე გადავიდეთ შეიძლება ემპათიაზე. ემპათია. ემპათია თავიდან რო ვისწავლე უნივერსიტეტში ერთი სიტყვა ვერ მოძებნა ლექტორმა. რომ აი თანაგრძნობა არა, თანაგანცდა არა, ემოციების გაგება არა, ანუ ხო აი თითქოს რაღაც ზუსტი სიტყვა ვერ მოვძებნე. და ეხლაც რო კითხულობდი აი ის კი არა, იმ თვადეგ არ არის, თვად თანაგრძნობა არ არის, თვად ანუ თანაგრძნობა ნიშნავს თითქოს რაღაც 100%-იანი თანადგომა და თანაგრძნობა ვიღაცის, მაგრამ ემპათია რეალურად აქედან მოდის. აი იმ დროს ეგოიზმზე საუბრობდით ჩვენ და ეგეც შინაგანი რაღაცა მოთხოვნილებიდან მოდის, რომ იმას თანაუგრძნო ან თანაგანცდა გქონდეს იმისი ემოციების თუ გრძნობების.